ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა მნიშვნელოვანი თემებიც, რომელიც ვითარდება პარალელურად ირანში მიმდინარე ამ დიდი რეგიონალური ომის და რა თქმა უნდა გავაგრძელოთ საუბარი სხვა აქტუალურ საკითხებზე და ასეთი ერთ-ერთი საკითხი არის, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად დავიწყეთ ამ თემის განხილვა და ამ საკითხის მიმოხილვა და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ, რადგანაც არის გარკვეული მნიშვნელოვანი სიახლეები ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა სურს რომ ამ კონტურით, ამ კონტექსტით შევხედოთ მათ შორის მიმდინარე დიდ პროცესებსაც მთელ რეგიონში და ეს არის თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობა. ამაზე გვისაუბრია, მაგრამ ეს თემა ნამდვილად არის ის თემა, რომელიც გაგრძელდება და სადაც მნიშვნელოვანი განვითარებები ექნება. კერძოდ, შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის ეგეოსის ზღვის მიმართულებით არსებული კონფლიქტი, რეალურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის სრულფასოვანი კონფლიქტი, არის კუნძულების გამო. და ეს კუნძულები საკვანძო გეოპოლიტიკური და ლოგისტიკური მარშრუტებია მანდ, რეალურ გავლენას ახდენენ ეგეოსის ზღვის უსაფრთხოებაზე და საერთოდ თურქეთის დომინირებაზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ზოგადად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა განპირობებული არის სწორედ ზღვაში არსებული ვითარებით და შესაბამისად კუნძულების საკითხი, მათი შელფის საკითხი, ანუ ის მოცულობა კონტროლის, რომელიც თითოეულ კუნძულს გააჩნია, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ახლა მარტის მდგომარეობა საკმაოდ დაძაბული რჩება და პრინციპში იძაბება კიდევაც, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც ჩვენ თქვენთან ერთად გავამეხილეთ იანვრის და თებერვლის განმავლობაში, როდესაც პრაქტიკულად იყო უკვე გარდაუვალი გარკვეულწილად შეჯახება. ეს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა, მაგრამ შემდეგ დეესკალაცია ხდება ხოლმე, მოდიან ზღვრამდე, სადაც შეიძლება ესკალაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენთან ერთად, როგორც ანალიტიკური პლატფორმა ამ შემთხვევაში, მიზნად ვისახავთ გავაანალიზოთ ცვლილებები, ტენდენციები და არასდროს 100%-იან პროგნოზს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ შეუძლებელი არის 100%-იანი პროგნოზის გაკეთება. თუმცა ჩვენი მიზანი არის მათ შორის ალბათობების სწორად გათვლა, რისკების გათვლა და დანახვა რა ტრენდით მოძრაობს ესა თუ ის ვითარება რეგიონში არსებული სიტუაცია და მდგომარეობა. ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ის სტაბილურობა ოდნავ, რომელიც შემოვიდა ამ თემაში, რადგანაც მთელი ყურადღება წავიდა სწორედ ირანის ირგვლივ საკითხზე და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტზე, გარკვეულწილად სტაბილურობასთან ერთად კონფლიქტი ახლა მეტნაკლებად სტაბილურად ვითარდება, სტაბილურად მძიმე მდგომარეობა არის ახლო აღმოსავლეთში. უნდა ვთქვათ, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის ეს მნიშვნელოვანი საკითხი დაბრუნდა დღის წესრიგში. კერძოდ, საბერძნეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განათავსოს პატრიოტის სისტემები სააერო თავდაცვის კუნძულ კარპატოსზე, რომელიც არის კუნძულთა დოდეკანესის კუნძულების არქიპელაგის ნაწილი, ანუ აი ამ კუნძულების სისტემის ნაწილი და შესაბამისად ეს გახდა რეალური მიზეზი, რის გამოც ახლა დაძაბულობა იზრდება. საბერძნეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის მათი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც იზრდება დაპირისპირება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე. ამ შემთხვევაში საბერძნეთს სჭირდება ამ კუნძულებზე განალაგოს კონკრეტულად სააერო თავდაცვის სისტემა. ეს კუნძული პრინციპში არც თუ ისე ახლოს მდებარეობს თურქეთისგან, მაგრამ ამავდროულად რეალურად საკმაოდ ახლოსაც პრინციპში. ანუ მეორე, ნახეთ, თუ ავიღებთ თურქეთის სანაპიროს,
ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს კუნძული, რომელზეც საუბარია, კარპატოსი არის მეორე შრე კუნძულების და არა პირველი, ანუ ყველაზე ახლოს არ მდებარეობს. თუმცა არის აღმოსავლეთ ნაწილში, ანუ რეალურად ლოგიკური და გამართლებულია, რომ ნებისმიერი ბალისტიკური რაკეტა თუ მოვა საბერძნეთის მიმართულებით მაგალითად, პირველი სადაც გაივლის, სწორედ კუნძულებია როდოსი და კარპატოსი, ანუ ყველაზე აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობენ. მსხვილ კუნძულებს გულისხმობ, იმიტომ რომ პატარა კიდევ კუნძულები კიდევ უფრო აღმოსავლეთით არის, თუმცა ის პირველ შრეს მიეკუთვნება, ანუ თურქეთის ტერიტორიასთან გაცილებით უფრო ახლოს არის და იქ განლაგება საერო თავდაცვის სისტემის კიდევ უფრო პროვოკაციული იქნებოდა. მაგრამ განლაგება მათ შორის აქაც გარკვეულწილად დაპირისპირების მიზეზი გახდა და გეგონება აი ლოგიკურად რომ ახლა კონფლიქტი აშკარა არის კვიპროს დაარტყეს თურქეთის ცაზე ესე იგი ცაში ჩამოვარდნილი არის ორი ბალისტიკური რაკეტა და ჩამოაგდეს ერთი გუშინ და ერთი რამდენიმე დღით ადრე ნატოს სისტემებთან ანუ საფრთხე არის რეალური და თვალსაჩინო მაგრამ ამ შემთხვევაში მიუხედავად ამ ყველაფრისა, საბერძნეთის მიერ პატრიოტის სისტემის განთავსება კარპატოსის კუნძულზე რეალურად გახდა თურქეთის პროტესტის მიზეზი. გეგონება მოკავშირეები არიან ნატოს ფარგლებში არის ორივე სახელმწიფო წესით და რიგით საერო თავდაცვის განთავსებას შეიძლება დადებითი ეფექტი ჰქონდეს უსაფრთხოებაზე, მაგრამ სრულიად სხვა პრიზმიდან უყურებს თურქეთი ამ საკითხს. დავიწყოთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ესე იგი შეთანხმებები. 1923 წლის ლოზანის სამშვიდობო შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ თურქეთს გადაეცა შემდეგი კუნძულები ლესბოსი, ხიოსი, სამოსი და ლემნოსი. თუმცა გათვალისწინებული არის ამ შეთანხმებით, რომ ამ კუნძულებზე უნდა იყოს შეზღუდული რაოდენობის შეიარაღება და აკრძალულია მასზე ამ კუნძულებზე მძიმე შეიარაღებული ძალების განთავსება, ანუ მძიმე ტექნიკის სავარაუდოდ. ეს იგულისხმება. თუმცა როგორც გესმით 1923 წლიდან, ანუ ერთი საუკუნის წინ არსებული ვითარებიდან მნიშვნელოვნად შეცვლილი არის ვითარება ახლა და შეიარაღების ნაირსახეობაც მათ შორის. 1947 წელს პარიზის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში იტალიამ გადასცა საბერძნეთს დოდეკანესის არქიპელაგოს კუნძულები, მათ შორის როდოსი, კოსი და კარპატოსი, ხოლო პირობა ამ კუნძულების გადაცემის იყო სრული დემილიტარიზაცია ამ კუნძულების. შესაბამისად, თურქეთი აცხადებს, რომ ამ კუნძულებზე თანამედროვე სარაკეტო სისტემების, არტილერიის ან საერო თავდაცვის სისტემების განლაგება არის ამ შეთანხმებების აკრძალვა. აკრძალულია ამ შეთანხმებები და არის ამ შეთანხმებების დარღვევა. საბერძნეთი თავის მხრივ აცხადებს, რომ აქვს უფლება საკუთარი თავის დაცვის და ეს არის გამაგრებული ეს უფლება გაეროს წესდების 51 მუხლში, როდესაც მას ექმნება უსაფრთხოება, ესე იგი საფრთხეები, მას სჭირდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნის და ტერიტორიის. შესაბამისად, აქ არის გარკვეული ასეთი დავა, რომელიც ეფუძნება სწორედ აი ამ კონტექსტს. გარდა ამისა, ჩვენ თქვენთან ერთად ვისაუბრეთ ადრეც, მაგრამ დავამატებ აქაც კონტექსტისთვის აუცილებელია, რომ საბერძნეთი განიხილავს 2030 წლის დღის წესრიგს. ეს არის მათი საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების კონკრეტული დღის წესრიგი, რომელსაც ჰქვია აქილევსის ფარი და რომელიც გულისხმობს მრავალშრიანი საერო თავდაცვის სისტემების მოწყობას, ბალისტიკური რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, რომლის მიზანია ეგეოსის ზღვის დაცვა. ამავდროულად კიდევ ერთი დაპირისპირების და დაძაბულობის მიზეზი თურქეთთან არის ტერიტორიული წყლების საკითხი. საბერძნეთი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაზარდოს საკუთარი საზღვაო, ესე იგი, ტერიტორიები კონკრეტულად 6 მილიდან 12 საზღვაო მილამდე, რაც არის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულია, თურქეთს აქვს მიღებული საპარლამენტო დონეზე რეზოლუცია, რომ გაზრდა 6 მილიდან 12 მილამდე იქნებოდა კაზუს ბელი თურქეთისთვის, ანუ ომის საბაბი, ან მიზეზი და შესაბამისად ამით ანკარა ცდილობს ესე იგი პრაქტიკულად პრევენცია მოახდინოს აი ამ გადაწყვეტილების, რომ 6-დან 12 მილამდე გაიზარდოს საზღვაო, ესე იგი ტერიტორიული წყლები საბერძნეთის. ანკარა ამავდროულად საუბრობს, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს თურქული ფლოტის წვდომას საერთაშორისო წყლებზე და ანუ ზღვაში, ოკეანეზე და ასე შემდეგ, ანუ საერთაშორისო სისტემაში, ასე ვთქვათ, ზღვის და მნიშვნელოვნად შეცვლის ბალანსს ეგეოსის ზღვაში. საინტერესო არის, რომ ახლა ეს ხდება კონკრეტულად იმ პროცესში, როდესაც ჩვენ გვაქვს დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში. ერთი მხრივ, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ შეამცირა თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც დარტყმები მოხდა რაფ აკროწირისძე, ეს არის გაერთიანებული სამეფოს ბაზა, რომელიც მდებარეობს კუნძულ კვიპროსზე, მაგრამ არა კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ეს არის ბრიტანეთის ტერიტორია კუნძულ კვიპროსზე. ამის შემდეგ პრინციპში საბერძნეთმა ასევე აქტიურად მიიღო მონაწილეობა კონკრეტულად კვიპროსის ძალების გაძლიერების მიმართულებით. ორი ფრეგატი არის გაგზავნილი კვიპროსზე და უნდა უზრუნველყო კვიპროსის უსაფრთხოება საბერძნეთმა. იცით, რომ საბერძნეთი და კვიპროსი ერთიერი არიან და ეს გაყოფა მათ შორის საკმაოდ ხელოვნურია ორ სახელმწიფოდ. ანუ კვიპროსიც ასევე უნდა განვიხილოთ გარკვეულწილად ბერძნული ერთიანი სივრცის ნაწილად. ჩრდილოეთ კვიპროსი იცით, რომ ოკუპირებულია თურქეთის მიერ და იქ არის ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა. რესპუბლიკა კვიპროსი არის ევროკავშირის წევრი და ევროკავშირი აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას მთელ მთლიან კუნძულზე. აქ არის საკვანძო ასევე ერთი ნიუანსი, რომ ახლა აი ამ ყველაფრის ფონზე რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, კვიპროსი მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული. მათ შორის გაგზავნილია ბრიტანული საერო ძალები და დამატებით გაგზავნილია კვიპროსზე კონკრეტულად ფრანგული გემები. მათ შორის ბოლო ინფორმაციით და ეს დაადასტურა დღეს პრეზიდენტმა მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომ მათი ერთადერთი, მაგრამ საკმაოდ თანამედროვე აღჭურვილი ავიამზიდი შარლ დე გოლი უკვე ახლოს არის კვიპროსთან და საკმაოდ ადრე ჩქარა მოვიდა მოკლედ ბალტიის ზღვიდან უცებ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩნდა და რეალურად უნდა ვთქვათ, რომ მართალია ეს ყველაფერი ოფიციალურად ბრიტანული ძალები, ფრანგული ძალები, არის ბერძნული ძალები კვიპროსზე, არის ირანული საფრთხის მიმართულებით ღიად, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები ჩვენს ანალიტიკურ აი ამ საუბარში. ასევე ეს, რა თქმა უნდა, არის კარგი საბაბი იმისთვის, რომ ფარად გამოიყენონ ის პროცესები, რაც ხდება კონკრეტულად ირანის ირგვლივ და გააძლიერონ კვიპროსის უსაფრთხოება. მიზეზი მარტივია. თურქეთმა 2025 წლის სექტემბრიდან ერთბაშად სამჯერ გაზარდა შეიარაღებული ძალების რაოდენობა ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპირებულ ნაწილში. და შესაბამისად, პრინციპში არსებობს ინფორმაცია, რომელზეც საუბრობდა ასევე ისრაელი, რომ შესაძლებელია თურქეთის მიერ მთელი კვიპროსის კუნძულის ოკუპაცია რამდენიმე დღეში. ანუ ეს რეალური კონკრეტული შესაძლებლობაა და კვიპროსის ფაქტორი არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ არის ნებისმიერი თურქეთ-ისრაელს შორის დაპირისპირებისთვის საკვანძო. ისრაელი საკმაოდ შეწუხებული არის თურქეთის გავლენების ზრდით რეგიონში
მათ შორის სირიაში, ლიბანში, კვიპროსზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტეს მიმართულებით, რა თქმა უნდა, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ ისრაელი ასევე, მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, მაგალითად, მაღალი თანამდებობის პირების სხვა, ასევე მაგალითად შეგვიძლია აღვნიშნოთ თქვენთან ერთად კონკრეტულად საზოგადოებრივი აზრის კვლევები ადასტურებენ, რომ თურქეთი ეხლა არის პრაქტიკულად მეორე საფრთხე მიჩნეული ისრაელში, ხოლო ნაფტალი ბენეტი მაგალითად ამბობდა, რომ თურქეთი არის ახალი ირანი. ზუსტად ასეთი სიტყვები გააჟღერა რამდენიმე კვირის წინ, სანამ დაიწყებოდა ეს ფართომასშტაბიანი ომი ახლა ირანთან. ასე რომ თურქეთის საფრთხე დღის წესრიგში რჩება და რეალურად კვიპროსის საკითხი განიხილება მაგ კონტექსტშიც. ასე რომ ახლა დაპირისპირების კონტურები ბერძნებსა და თურქებს შორის მოიცავს სამ დაახლოებით მიმართულებას. პირველი არის 6 მილიდან 12 მილამდე ტერიტორიული წყლების გაზრდის საკითხი, სადაც საერთაშორისო სამართალი დგას საბერძნეთის მხარეს, თურქეთის მხარეს დგას მუქარა და სტატუს კვო, იმიტომ რომ დღეს 6 მილია. მეორე მხრივ, მეორე საკითხი უკავშირდება სააერო სისტემების და შეიარაღებული, ასე ვთქვათ, ძალების განთავსებას ამ კუნძულებზე, რომლებიც დემილიტარიზირებული უნდა იყოს ამ საერთაშორისო შეთანხმებებით, როგორც გითხარით, მათ შორის იგულისხმება 1923 წლის ლოზანის შეთანხმება და 1947 წლის ფარიზის შეთანხმება. საქმე იმაშია, რომ გარკვეულწილად ამ შეთანხმებების ახლა ფუნქციონირება მაინც შეწყვეტილია, რადგანაც სუვერენიტეტის ფარგლებში გაგება, კონკრეტულად მილიტარიზაციის კომპონენტზე, პირობითად ეს არის ახლა იტალიის და ჯერ ერთი ის იტალია აღარ არსებობს იმდროინდელი. სხვა იტალია არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იტალიის და საბერძნეთის ამბავი არის რეალურად. ანუ იტალიას თუ არ აქვს პრეტენზიები, მაშინ ძალიან უცნაურად გამოიყურება ეს ამბავი. გარდა ამისა, აქ შესაძლოა საერთაშორისო სამართალი გარკვეულწილად თურქეთს ხელს უწყობს. თუმცა მეორე მხრივ, ამ კუნძულებზე სააერო თავდაცვის სისტემების განთავსებას, მაგალითად, დარტყმითი სისტემები არ არის, თავდაცვითი სისტემებია, ვერავინ წინ ვერ აღუდგება. და სწორედ აქედან გამომდინარე, საბერძნეთი ახლა ოსტატურად სარგებლობს მომენტით, რომელიც შექმნილია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით და აკეთებს იმას, რაც მას სჭირდება. სააერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით შეუძლია გაამყაროს ეს კუნძულები დღეს ირანული საფრთხიდან გამომდინარე, რომელიც ხვალ შეიძლება უცებ გახდეს თურქული საფრთხე, მათ შორის კონკრეტულად საბერძნეთის მიმართულებით. და მესამე საკვანძო დაპირისპირების წერტილი, რა თქმა უნდა, უკავშირდება კონკრეტულად კვიპროსს. კვიპროსი, რომელიც გაყოფილია, სამხრეთ კვიპროსი, ანუ კვიპროსის რესპუბლიკა, რომელიც მოწყვლადია თურქეთის შეიარაღებული ძალების წინაშე, თუმცა სადაც ახლა ხდება საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს და თავად საბერძნეთის ძალების მობილიზება. ეს საკმაოდ კარგი, ასე ვთქვათ, საბაბია, რომ გარკვეული ძალები იქ დარჩნენ და საბაბად დატოვონ, რომ ირანის საფრთხის გამო, მაგრამ რეალურად დააბალანსონ თურქეთიდან მომდინარე საფრთხეებიც. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ლოგიკურია და შესაბამისად დღის წესრიგში არის პრაქტიკულად. აქედან გამომდინარე, უნდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი, ბრიტანეთი ღიად მხარს უჭერენ აქ საბერძნეთს, მათ შორის ევროკავშირის ერთობლივი თავდაცვითი ვალდებულებების ფარგლებში ახლა, რომელიც გააჩნიათ, კონკრეტულად უნდა მხარი დაუჭირონ კვიპროსის რესპუბლიკას მათ შორის, იქედან გამომდინარე, რომ ევროკავშირის წევრია. ბრიტანეთი იქ რომ განთავსებულია, თავისი ბაზები აქვს, თავისი ბაზების მხრივ საფრანგეთი სწორედ ევროკავშირის კონტექსტიდან გამომდინარე, ხოლო თურქეთს რაც შეეხება,
თურქეთისთვის სტრატეგიული რჩება მავი ვატან კონცეფცია, ცისფერი სამშობლო, რომელიც გულისხმობს სწორედ თურქეთის გავლენების უზრუნველმყოფას საზღვაო, ასე ვთქვათ, აი ამ მიმართულებებზე. შესაბამისად, მიზეზები კონფლიქტის გასაგებია, ეს არის საერთაშორისო სამართლის სხვაგვარი გაგება, ეს არის კუნძულების მილიტარიზაცია, მაგრამ თავდაცვითი მიმართულებით თუ არის, ეს უკვე სხვა კონტექსტი არის. რა თქმა უნდა, საზღვრების პრობლემა და გეოპოლიტიკური კონკურენცია. ხო, შეგახსენებთ, რომ აქილევსის ფარი პრინციპში სწორედ საერო თავდაცვის სისტემების გაშლას გულისხმობს ისრაელ, კვიპროს, საბერძნეთის აი ამ სამკუთხედში და შესაბამისად ეს ნაბიჯიც გარკვეულწილად დარწმუნებული ვარ, რომ ისრაელის მიერ მხარდაჭერილი არის სხვადასხვა კონტექსტში, მათ შორის შეერთებული შტატებიც, რა თქმა უნდა, ამაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო მაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეოს დალაიქება, ანუ მოწონება, დაწერეთ თქვენი კომენტარები და ესეც მნიშვნელოვანი მხარდაჭერის საშუალება, გამოიწერეთ არხი და ასევე შეგიძლიათ გაწევრიანდეთ არხზე, გახდეთ არხის წევრი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და შეგიძლიათ ამით მიიღოთ ასევე უფრო მეტი ანალიტიკური მასალაც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.